ყველას ქონია აპლიკაციის შექმნის იდეა, მაგრამ თავდაპირველად არავინ არ იცის რა ეტაპები უნდა გაიარო, თუ გინდა რომ შენი აპლიკაცია ყველას ტელეფონში იყოს. გზა კონცეფციიდან გაშვებამდე. რა 7 ეტაპი უნდა გავიაროთ იდეიდან გაშვებამდე, რომ ჩვენი აპლიკაცია სრულყოფილი იყოს და რა გზა დაგვჭირდება ამაში. პირველი არის იდეა და ვალიდაცია. ანუ რა პრობლემას ჭრის ჩვენი აპლიკაცია ან იდეა, ღირს თუ არა მისი გაკეთება. ახლიდან ხომ არ ვიგონებთ ველოსიპედს. რეალური პრობლემა უნდა მოიძებნოს და ჩვენ უნდა ვეცადოთ მისი გადაჭრა. ან შეიძლება ჩვენი აპლიკაცია სულაც არ ჭრიდეს პრობლემას, მაგრამ იყოს გასართობი ან სათამაშო ან რაიმე მსგავსი. აუცილებელი არის სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრა. ბაზრის კვლევა და ვალიდაცია. რა არის ამისთვის საჭირო? თუ ჩვენ გვაქვს რაღაც იდეა, აუცილებელი მოვიძიოთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა უკვე მსგავსი პროდუქტი, ანუ ვთავაზებთ თუ არა ჩვენ ხალხს რაიმე ახალს, ან თუ არსებობს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ისინი, ჩვენ რა პრობლემების წინაშე დავდგებით, ქონდათ თუ არა სწორი მარკეტინგი, არიან თუ არა ისინი უკვე პოპულარულები ან არა და ასე შემდეგ. აუცილებელია ბიზნეს მოდელის და მონეტიზაციის განსაზღვრა. რას ნიშნავს ეს? ანუ ჩვენ თუ გვაქვს აპლიკაციის იდეა, როგორ ვუდგებით ჩვენ ამას, ანუ ვაკეთებთ უფასოს, უბრალოდ შრომთ ამისთვის და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუ გვაქვს მონეტიზაცია, ანუ ბიზნესურად მივუდგებით თუ არა. თუ ყველა ჩვენ ეს ეტაპი გავიარეთ, განვაანალიზეთ ჩვენი ბიზნეს მოდელი, კონკურენტები და შევქმნით ზუსტად ის იდეა, რაც ჩვენ გვქონდა და ღირს ამის შექმნით, უკვე გადავდივართ დიზაინის შექმნაზე. დიზაინის შექმნა იწყება wireframe-ებით, ანუ ზოგადი წარმოდგენა, როგორ გამოიყურება ჩვენი აპლიკაცია. შემდეგ მომხმარებლის ტესტირება, ანუ იქნება თუ არა ეს დიზაინი user friendly, მარტივად გამოყენებადი საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ შეიქმნება დიზაინის სისტემა და იქნება ეს კომფორტული, მარტივად გამოყენებადი და ხელმისაწვდომი. დიზაინის შემდგომი, რა თქმა უნდა, არის დეველოპმენტი, პროდუქტის რეალურად აშენება, ანუ ფრონტენდი და ბექენდის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური სტეკის შერჩევა, სპრინტებში აგილური დეველოპმენტი, API და მონაცემთა ბაზის აწყობა. ამ ყველაფერში დაგეხმარებიან, რა თქმა უნდა, დეველოპერები. როდესაც უკვე დიზაინი შეიქმნა, კოდი დაიწერა, ფუნქციურია ეს ჩვენი აპლიკაცია, შემდეგ იწყება, რა თქმა უნდა, ტესტირება და ხარისხი. ანუ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პროდუქტის ტესტირებას, ვნახავთ ჩვენ პროდუქტში რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის გასასწორებელი. ჩვენ როდესაც პროდუქტს უკვე გავიტანთ ბაზარზე, ის უნდა იყოს აუცილებლად ფუნქციონალური და ხალხს არ უნდა შეექმნას ძალიან ბევრი პრობლემა თქვენი აპლიკაციის გამოყენების დროს. როდესაც უკვე დიზაინი, დეველოპმენტი, პროდუქტი უკვე მზარი, გატესტილია და ყველაფერი მუშაობს, უნდა ვიზრუნოთ მის გაშვებას და მარკეტინგზე. გაშვება ნიშნავს, რომ ეს ჩვენი აპლიკაცია ავიტანოთ App Store-ზე და Google Play-ში, რომ ხალხმა შეძლოს მისი გამოყენება. ეს ცოტა კომპლექსური საკითხია, რადგან App Store-იც, ანუ Apple და Google Play დაიწყებს თქვენი აპლიკაციის შემოწმებას, როგორ მუშაობს, რას აკეთებთ, რა მონაცემებს იყენებთ ან გასცემთ და ასე შემდეგ. როდესაც Apple და Google დაგვიდასტურებენ, რომ ხალხს შეუძლია თქვენი აპლიკაციის ჩამოწვრა ტელეფონზე გამოყენება, იწყება გაშვების და მარკეტინგული კამპანია, ანუ PR-ი. ხალხს რომ მიეწოდეს ინფორმაცია თქვენი აპლიკაციის შესახებ და შეძლოთ მისი ჩაწერა. როდესაც ხალხი უკვე გამოიყენოს თქვენ აპლიკაციას და უკვე გექნებათ მონაცემები, ანუ ანალიტიკა და მომხმარებლის ქცევა, ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ აპლიკაციის განვითარებას, ჩაშენებას ისეთი ფუნქციების, რომელიც უკეთეს გახსნის თქვენი აპლიკაციას და ხალხისთვის უფრო საინტერესო იქნება. სულ ეს 7 ეტაპი უნდა გავიაროთ, რომ შევძლოთ აპლიკაციის შექმნა, გაშვება და ხალხმა შეძლოს გამოყენება. ანუ პირველი იყო იდეა, მეორე იყო კვლევა, მესამე დიზაინი, მეოთხე დეველოპმენტი, ტესტირება, გაშვება და ზრდა. სულ ეს იყო, მეგობრებო, დიდი მადლობა, ველოდებით თქვენ ახალ აპლიკაციებს.